არსებობს მომენტები, რომლებსაც გონება ვერ აფიქსირებს, მაგრამ სული ამჩნევს. ამ დროს ადამიანს ევლინება უჩვეულო შეგრძნება გულში, თითქოს რაღაც შეუმჩნეველი ცდილობს მიიპყროს მისი შინაგანი მზერა. ეს არ არის შემთხვევითობა, როდესაც ადამიანმა გადაკვეთა ის უხილავი ზღვარი, სადაც გარემო უკვე ვერ აკმაყოფილებს შინაგან უკმაყოფილებას, ის მოხვდა ამ ზუსტ ადგილას. ბოლო კვირეების ან თვეების განმავლობაში ადამიანში თითქოს რაღაც დაიძრა, ჩნდება მოუსვენრობა, რომელიც ღამღამობით არ ასვენებს. არის სიცარიელე, რომელსაც ვერც კარიერული წარმატება ავსებს, ვერც აღიარება, ვერც კომფორტი. ეს სიჩუმე, რაც გარედან იგრძნობა, შინაგანად კი ფორიაქს გავს. სწორედ ის უხმო ძახილია, რომელსაც ადამიანი უკვე დიდი ხანია განიცდის, მაგრამ ვერ ამჩნევს. ეს არ არის ფორმალური ლოცვა, არც სიტყვებით ნათქვამი ვედრება. ეს არის წერტილი, სადაც სასოწარკვეთა ხდება იმდენად გულწრფელი, რომ მისი ტალხები გადის გონების ფარგლებს და ვრცელდება იმ უხილავ სივრცეში, რასაც სამყარო ამჩნევს. და როდესაც სამყარო იგრძნობს, ამ უხმო ძახილს ის პასუხობს არა ხმამაღალი ნიშნებით, არამედ ჩურჩულით. ის რბილად, რომ ადამიანი, რომელიც ჩქარ ცხოვრებით არის შთანთქმული, ამ ხმას ვერასდროს შეამჩნევს, მაგრამ ის, ვინც უკვე ბევრჯერ გადის შუაღამის სიჩუმეში თავის თავთან შეხვედრას, იწყებს ამ ჩურჩულის შენიშვნას. ადამიანს, რომელიც ასეთი მომენტის ზღვარზეა, შეუძლია გააცნობიეროს რაღაც შეიცვალა. ხანდახან ეს არის განმეორებადი რიცხვები, რომლებიც ყველგან ჩნდებიან, ხანდახან საუბრები, რომელთა შინაარსი პირდაპირ პასუხობს იმ უხმო კითხვებს, რაც სულში ტრიალებს, ან შესაძლოა მოულოდნელი შეხვედრები ადამიანებთან, ვინც თითქოს შემთხვევით ჩნდება, მაგრამ შინაგანად იგრძნობა, ეს არ არის შემთხვევითობა. როდესაც ადამიანის სული მზადაა გარდაქმნისთვის, სამყარო იწყებს მასთან ურთიერთობას საკუთარ ენაზე, სიმბოლოებით, თანხვედრებით, ემოციური ფიქრის ტალღებით. ეს ენა არის სიგნალი, რომელსაც მხოლოდ ის ამჩნევს, ვინც მზად არის და მზადყოფნა არ ნიშნავს იდეალურ მდგომარეობაში ყოფნას. მზადყოფნა ნიშნავს შინაგანი სიბნელის მიღებას და სიმართლესთან შეხვედრის მზადყოფნას. ადამიანი, რომელიც ღამეებში იღვიძებს გულზე სიმძიმით, ხშირად ვერ პოულობს ახსნას, მაგრამ ეს შიში არის მანიშნებელი, რომ ცნობიერი ცხოვრების ზედაპირი ვეღარ ფარავს იმ ღრმა ძახილს, რაც შიგნიდან მოდის. და როდესაც ადამიანს უჩნდება განცდა, რომ მისი ცხოვრება თითქოს ავტომატურად მიედინება, მაგრამ შიგნით რაღაც უკმაყოფილო იძვრება, ეს არის წამი, როცა სამყარო იწყებს ხიდის გადებას ძველსა და ახალ იდენტობას შორის. ეს ფორიაქი, შინაგანი ფორიაქი არ არის პრობლემა, ეს არის მოწვევა. მოწვევა, რომ ადამიანი მიუბრუნდეს საკუთარ თავს და დასვას კითხვა, რომელსაც ასე იშვიათად უსვამს საკუთარ თავს ხმამაღლა. ნუ თუ ეს ყველაფერია, ნუ თუ მეტი შეუძლებელი არ არის. მეგობრებო, ეს არის ერთ-ერთი უცხოენოვანი აუდიოს თარგმანი ჰობის დონეზე შექმნილი, რომელიც არის საკმაოდ საინტერესო. ძალიან დიდია, ამიტომ რამდენიმე ნაწილად დავყოფ. თუ გაინტერესებთ მსგავსი ფორმატის აუდიო მასალა, რომელიც ჰობის დონეზე მაქვს, რა თქმა უნდა, შექმნილი, შეგეძლიათ ადევნოთ თვალყური ჩემს TikTok-ს, აუცილებლად აგიტვირთავთ შემდეგ ნაწილებსაც ამ საინტერესო აუდიოსი. წარმატებებს გისურვებთ სიყვარულით, ნენეთი.